ახალი მეფე ირაკლები მოვლენ მუხლებ დაჩოქილი რუსეთშიო. Если не произойдет ничего совершенно непредвиденного, то с Божьей помощью в этом году закончится этот конфликт, который сейчас происходит. И мы еще увидим, как еще новые цари Ираклии на коленях будут снова просить Россию-матушку забрать их домой. ეხა ვიღაცა თუ ვერ ხვდება ეს რა განცხადება არის და ეს რა გაფრთხილება არის. ეს მაშინ ლაპარაკი ზედმეტი არის. შეიცვალა უკვე დამოკიდებულება. იმიტომ რომ ერთხელ გითხრეს ჩამოდი ამ 3+3 ფორმატში, ორჯერ გითხრეს, სამჯერ გითხრეს და არ გინდა ბიძიკო, წავიღებ, მე რომ ლაპარაკობ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მაინტერესებს, მაგრამ თუ არ გადავდგამთ ნაბიჯს, ადგებიან მიერთებენ ამ ტერიტორიებს და დამთავრდება საქართველო. დამთავრდება. და მე გაიხარებს აქ იუსაიჩი მომუშავე ზოგიერთი რენეგატი და საქართველოს მტერი. და მე იტყვიან, აი ხო ვიძახთით რუსეთის მტერია. რუსეთი მტერია იტყვიან. იზამენ, გააკეთებენ, არ გინდა, შენ არ მიდიხარ. 1000-ჯერ თქვით 3+3 ფორმატი არის საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივად აღიარება ცხინვალსა და სოხუმში. ფაქტობრივად ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება. არა, კიდევ ის განცხადებები დაველაპარაკებით მერე, აგერ გამოდის ეს ალუ და ღუდუშაური და ლამის დედასაგინებს ამ რუსებს და რა გინდა თქვენ ახლა რომ იქ მარგარიტა სიმონიანმა და იქ კრემლიდან მიიღოთ გვიყვარხართ ქართველებო? დაემთავრდა ეს ყველაფერი. აღარც რუსი ტურისტი აღარ ჩამოვა ძალიან მალე საქართველოში, იმიტომ რომ როდესაც ეს სანქციები მოიხსნება, ვიღაცას ხო არ გონია მართლა რომ ესე რომ მოზღვავება ამ ტურისტების გაგრძელდება ეს ყველაფერი. აღარც ის გაზის ტარიფი აღარ იქნება ისეთი შეღავათიანი. და აღარც ის განცხადებები აღარ იქნება რუსეთიდან. გველოდენ და აჰა. მოიცა, აბა როგორ არის ახლა შენ საგარეო მინისტრი აცხადებდეს რომ რუსეთი ოკუპანტია. რა გინდათ ვერ გავიგე თან იძახით ამ კომისიის ხდომაზე. ეხლა რომ მიმდინარეობს რომ დასავლეთი გადატრიალებას თან აგინებთ ამ ამერიკელებს და თან რუსებთან არ გინდათ ურთიერთობა. ვინ გინდათ აბა მაინტერესებს? ამერიკა არ გინდათ. ევროპა არ გინდათ, აბა ვინ გინდათ? თურქეთი გინდათ, რომელმაც საქართველოში გააწყავა ქართველები, რომლებიც მიერთა? ვინ გინდათ თურქებთან ალიანსი? ვისთან გინდათ ალიანსი, რომელსაც საქართველოს მიწაწყალი ტაოკლარჯეთი მიერთებული აქვს, ისე რომ ქართველების დასახი აღარ არსებობს იქა. გამქრალია ყველაფერი. რა გინდათ ვერ გავიგე რა და ვიღაცები მართლა მოდი ჭკუაზე, საერთოდ მოდი ჭკუაზე. და ვიღაცას ხო არ გონია რომ იქ ბიზნესები რო აქვს აწყობილი და ღვინო რო გაქვს ეს ყველაფერი გაგრძელდება. რატომ ვერ გავიგე საქართველო გადაარჩინა რუსეთმა? საქართველო ავიწყეთ და რამდენი რუსეთის გინება დავიწყეთ, ხო უნდა ისწავლო შედაროცილო მოგდის აგერ. ეხლა როგორი დაძაბული ურთიერთობა იყო ბაქოსა და რუსეთს ოფიციალურ მოსკოვს შორის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდგომ. გამოყარეს იქიდან ეს რუსკი დომის წარმომადგენლები ჯაშუშებად გამოაცხადეს. ეს აზერბაიჯანელი ექსპერტები ლამის აგინებდნენ დედას რუსეთს. და ჩავიდა აგერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომლის განცხადებაც მოგასმენინეთ. ჩავიდა მატვიენკო, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე და ძალიან თბილი შეხვედრა. დათბა ურთიერთობები, იმიტომ რომ ბაქომ ძალიან კარგად იცის რუსეთის ფასი. ბაქომ იცის რუსეთი რას ნიშნავს. ყველა მიცის რუსეთის ფასი. ერთადერთი ჩვენ ვერ გავიგეთ ეს ყველაფერი. მიდით ეხლა და ხვალ ეხლა ალუ და ღუდუშაურია თუ ვინ არის ის პროპოზირებდა, ის ხვალ ეხლა მიდი დედააგინეთ რუსებს. და აგერ მიიღეთ პასუხი. მუხლის ჩოქებით მოხვალთო. მუხლი მეფე ირაკლიო. ახალი მეფე ირაკლები მოვლენ მუხლებ დაჩოქილი საქართველოში. ამას თქვენ ვერ გაიგებთ, ეხლა ამას არც 11 საათიან იმედში გაჩვენებენ ამ განცხადებას და არც ნაცები არ გაჩვენებენ. ამას გაჩვენებთ მარტო ჩვენ. და ვიღაცას ხო არ გონია ეს მარგარიტა სიმონიანი თავისაც იძახის. ეს ჩათვალე არის პუტინის განცხადება. მარგარიტა სიმონიანი ლაპარაკობს ჩათვალეთ გელაპარაკებათ ვლადიმერ პუტინი. აქამდე მას ახმოვანებდა ჟირინოვსკი.
და ვერ გავიგე რაღაცა ცოტა აი მე ვერ ხვდები აი რატო ვერ ფიქრობთ ამას არ გინდათ ეც აფხაზეთ მერე წაიღებენ და ისო რუსეთმა წაიღო ისო და ვაძლებთ ვატანთ წაიღეთო მიდიო რა და მარტო აფხაზეთის და სამაჩაბლოზე არ არის თვალს ჩაუკრავს პუტინი ერდოღანს და აჭარასაც წაიღებენ ქვემოქას წაიღებენ ჯავახეთს წაიღებენ თბილისსაც წაიღებენ და გაყრიან გაგვაგდებენ საქართველოსთან ქართველი დარჩება როგორც თუ ქურთები უსამშობლო ერი და ქურთებმა თავიანთი რაღაცა ის მაინც შეინარჩუნეს და ქართველები რისი შემნარჩუნებელი არიან კარგად ვიცით აგერ ვინც კი წავიდა უცხოეთში მესამე მეოთხე თაობა ქართული აღარ იცის ქართულად ვერ მეტყოლებენ ერთი ფერეიდანში შეინარჩუნეს ქართული ენა და ჩვენ არა ვართ ის ჩვენ სამწუხაროდ ამ კუთხით საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს რომ გადაირგვევა ქართველი იქ უკვე ვეღარ ხარობს და არ ვიცი დასკვნები რატო ვერ გამოგაქვთ ამაზე დღეს ეხა ყველა ლაპარაკობს გახარიაზე და იმასა ბოდიში და გახარიას რაში მაინტერესებს მე გახარია ეხლა რა აგერ კრემლიდან მოდის სიგნალი მუხლებ დაჩოქილი მოყვალ ჩემთან და მე გახარიაზე ვილაპარაკო ეს არის ძალიან საყურადღებო მეგობრებო და გახსოვთ რა პოზიტივი მოდიოდა რუსეთიდან როგორი განცხადებები მოდიოდა როგორი თბილი განცხადებები მოდიოდა და შეიცვალა პათოსი ეხლა კიდევ ბევრი რამე არის ისეთი რაც შეიცვალა მაგრამ არ მინდა რომ ხასიათი თლად გაგიფუჭოთ და ძალიან დეპრესიაში ჩაგაგდოთ არის რაღაცა პროცესები აქა რომელიც იძლევა იმის საფუძველს რომ რაღაცა ვექტორი ცვლილებასთან გვაქვს საქმე და ჩვენ ერთხელ დავინახეთ რომ ამერიკელების ჭკუაზე ყოფნამ საქართველოს დააქცია ჩვენ ხმა მივეცით ქართულ ოცნებას არჩევნებში რომ აი ტერიტორიული მთლიანობისკენ ნაბიჯები გადაიდგება კონსტიტუციის ცვლილებები შევა რომ რუსეთთან ურთიერთობები და ამ კუთხით მოიგო ქართულმა ოცნება არჩევნები რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა და ტერიტორიულ და როგორ მაინტერესებს ესეთი განცხადებებით დალაგდება ურთიერთობა რუსეთთან რომ ისა რომ გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და რომ ჩვენ არ დაველაპარაკებით რუსებს სანამ ესე იგი არ და ამას ამბობდა სააკაშვილი მეთქი არაფერს და ვეღავიგე განსხვავება რაღაცა ჩქო უნდა იყოს არის ეს საგანგაშო მეგობრებო საგანგაშო სიტუაცია ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დიდი გაფრთხილება და ვინც ვერ გამოიტანს ამ დასკვნებს ის არის ქვეყნის მოღალატე მე მოუწოდებ ხელისუფლებას რიტორიკის შეცვლისკენ და რუსეთთან დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყებისაკენ კიდევ აგერ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის 9 მაისი მოდის აუცილებლად იქ არის ჩასასვლელი და დობის აღდგენა და დავანებო თავი ამ რა ქვია ლაპარაკს წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე მოხდება ის რომ ოფიციალურად ცხინვალი და სოხუმი შევა რუსეთის ფედერაციაში და ამით დამთავრდება წერტილი დაესწრება საქართველოში რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარს და მერე გადაიღეთ კლიპები და მერე იძახით რუსეთი ოკუპანტიაო და მერე იბღავლეთ სტადიონზე რომ აი მაგ ბღავილი დავიბრუნებ ტერიტორიებს ჩვენ კაცი გეუნება ჩამოდი დავილაპარაკოთ გასაგებია რომ იმას ვერ წავიღებ უკან მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს დალაპარაკების შედეგად რომ ჩვენ მოვახდინოთ მოლაპარაკება და გეუნება ადამიანი მეტი რა გითხრას რომ ჩვენ ხელშეგიწყობთ აფხაზებთან და ოსებთან მეტი ამაზე მეტი რა გითხრას რუსმა და ეხა ის ვერ იტყვის რომ ეხლა ჯერ არ დამჯდარ ხარ მასთან სასაუბრო და დაგიბრუნებო იმიტომ რომ აფხაზები და ოსები უკრაინაში იბრძვიან რუსების მხარდამხარ და ქართველები იბრძვიან რუსების წინააღმდეგ და რა უთხრას იმ აფხაზ და ოს იქ რომ დახოცილები რო ყავს რომ ბოდიში და ფეხებზე მკიდიხარო და არ ეტყვის აფხაზ და აბა რისთვის იხოცებიან ჩემი თანამემამულეებიო ვერ გავიგე დასკვნები ხო უნდა გამოვიტანოთ რა